დილა მშვიდობისა. გაინტერესებთ როგორი მძღოლი ხართ? ან როგორი მძღოლია თქვენი მეგობარი, ცოლი, ქმარი, ან სხვა ვინმე, ვისი ზოდიაქოს ნიშანიც იცით. ალბათ იმის გაგებაც გინდათ მე თუ ვიცი, როგორ მანქანებს მართავთ. მომისმინეთ და მიხვდებით, რომ ვიცი, მე ყველაფერი ვიცი. მე რას გამომაპარებთ. ვერძები წითელ წვეტიანი ფორმის მანქანებზე გიждდებიან. თმა ყოველთვის ყალზე აქვთ სიჩქარისგან. მის მგზავრებს კი 9 მაგი ღვედები სჭირდებათ, ძალიან ფრთხილად იყავით, საჭე არ შეგჩეთ ხელში. კურო მძღოლის საოცარი არსებაა. მის მწვანე ან ყავისფერ მანქანაში აუცილებლად დაგხვდებათ ყვავილების თაიგული ან მწვანილი მაინც. უყვარს სიმწვანე და რაქნას. ყუპებს ფერადი მანქანები უყვართ, გადახდილი თავითა და საყვირის მაღალი ხმით. პოპ. შეიძლება ხელებაწეული ზის საჭესთან თან სარკეში იყურება, უკანაც ახერხებს გახედვას, მერე მარჯვნივ და მარცხნივ შეატრიალებს თავს, ფეხსაცმელსაც დაჰყურებს, მოკლედ ყუპები ბევრ ავარიულ მომენტს ქმნიან. უსაფრთხოებო. კირჩხი მძღოლებს არ უყვართ მარტო მგზავრობა. უკანა სავარძელი სავსე აქვს ბავშვებით, წინ კი მუდამ მშობლებისთვის ინახავენ ადგილს. ისინი მარტო არასდროს მგზავრობენ. მის მანქანაში ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას ნახავთ. ლომებს უყვართ საჭესთან რუპორით ჯდომა. თუ პატრულის შენიშვნას მისცემს, ადგებიან და რუპორით ეუპასუხებენ. ლომებს ძვირფასი მანქანები უყვართ, თან მდიდრულად აქვთ მოკასმული. მაგრამ თუ ასეთი მანქანა არ აქვთ, უნდათ მაინც დამოცნების მისაღწევად უკან არაფერზე იხევენ. ქალწული დილა საღამოს ვულკანიზაციაში ან მანქანის სარეცხ პუნქტში იმყოფება. ქალწულებს ყველაზე ეკონომიური მანქანა ჰყავთ, თან ყოველ ნაბიჯზეც ეკონომიას აკეთებენ. ისინი ყოველ შუქნიშანთან ბენზინსაც ზოგავენ და ცხოვრობენ არხევნად. სასწორი ვერასოდეს წვეთს საით წავიდეს, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. მუდმივად ფიქრობს, რომელი საგზაო ნიშანი რას ნიშნავს და როგორ უნდა მოიქცეს. თუ წინ ფეხით მოსიარულე გადადის, გზას აუცილებლად უთმობს და თან სუბუქად რითმში უპიპინებს. პიპიპიპიპიპი. მორიელი გიждდება ექსტრემალურ სიტუაციებზე, თუ ვინმე გადაუსწრებს, არ შეარჩეს, დაეწევა და თავადაც გადაუსწრებს. და ასე გაუთავებლად, მაგრამ თუ ბოლომდე ვერ დაედევნა, აუცილებლად ჩაიწერს ნომერს, იპოვის და როცა მოიცლის, გადაურეკავს კიდეც. მერე კი აუცილებლად სადმე გამოიჭერს. შვილდოსნება ყოველთვის იციან მოძრაობის ზუსტი ტრაექტორია. საგზაო ნიშნებს მწვანესა და წითელს არასდროს აკვირდებიან. დააწვევიან გაზს, დახუჭავენ თვალებს და წავიდა! არ სთხოვოთ, რომ გამოგიაროთ და სადმე გაგიყვანოთ. წინასწარ იცოდეთ, არც კი გაახსენდებით. პაპაპარაპო, პიპიპიპიპიპი. პაპაპარაპო, პიპაპაპარაპო. თხის რქას დიპლომატიური ნიშნების მქონე მანქანები ხიბლავს. სერიოზული შესახედაობისა და საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილები მოსწონს. თუმცა 40 წლამდე შეიძლება ერთი მანქანაც არ ჰყავდეს. მათ ხომ ამასა კი შემდეგ ეხსნებათ ყველაფერში ბედი. მერწყულებს ფრინავი მანქანები ხავთ, თუ ასეთის ყიდვის ფული არ აქვთ, ხალიჩით გადაადგილებას არჩევენ. ოღონდ ულტრა თანამედროვე ძაფით მოქსოვილი ხალიჩით. მოკლედ, მერწყული სულ დაფრინავს და არ აქვს მნიშვნელობა ეს ხალიჩა მანქანა თუ ვერტფრენი. თევზებს მერწყულებზე უკეთესი სიტუაცია აქვთ, მათ საერთოდ არ სჭირდებათ მანქანა. არც საცობები ადარდებთ, არც შუქნიშანი აფერხებთ, არც ავარიაში მოხვდებიან და არც არავის უქმნიან საფრთხეს.